თელავის ისტორიულმა მუზეუმმა კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი იშვიათი აქამდე უცნობი ფოტომასალა. ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში გაიმართა. ძალიან საინტერესო სურათები გახლავთ, სადაც ასახული არის 70-იანი წლებიდან დაწყებული 90-იანი წლებით დამთავრებული ფოტოსურათები, რომელიც გვახსენებს ისტორიას. და პირველ რიგში ეს ისტორია არის ისტორია, რომელიც გამოიარა ჩვენმა უწმინდესმა და ეს მარტო უწმინდესის გზა არ არის, ეს არის მთელი ჩვენი ერის და მთელი ჩვენი საზოგადოების განვლილი გზა, თუ როგორ ვინარჩუნებდით ისეთი ადამიანების დახმარებით, ისეთი ადამიანების წინამძღოლობით, როგორიც ჩვენი უწმინდესი იყო, როგორ ვინარჩუნებდით იმ სარწმუნოების მარცვალს და ეს ჩანს იმ თვალებში და იმ სიხარულში, როცა უწმინდესი ჯერ კიდევ ათეისტური რეჟიმის ხანაში მოდიოდა ხალხთან, საზოგადოებასთან და რა სიხარულის მომტანი იყო თითოეული მისი შეხვედრა თითოეულ ადამიანთან. ძალიან დიდი იყო ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის სიყვარული ქართველი ხალხის მიმართ და ბუნებრივია, რომ ქართველი ერი ასეთივე სიყვარულით უბრუნებს მას პასუხს და ეს ეხება როგორც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლებს. დღეს კონკრეტულ შემთხვევაში მადლობა მინდა გადავუხადო ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, თელავის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ ადამიანს ექნება ასეთი სიყვარულის გამოხატვის სურვილი, რასაც ჩვენ აუცილებლად ყოველთვის ხარს დავუჭერთ. დღეს მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის მეოთხე საჯარო სკოლისა და თელავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლობით დაორგანიზდა და შედგა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას, მის ცხოვრებას, მოღვაწეობას და მის არაჩვეულებრივ შემოქმედებას. დღეს ჩვენი ღონისძიებით კიდევ ერთხელ მოვიხარეთ ქედი მისი ნათელი სულის